სააპელაციო სასამართლომ ბაჩო ახალაიას მოთხოვნა პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ არ დააკმაყოფილა. სასამართლო პროცესი ახალაიას ადვოკატებმა სასამართლოს დისკების სახით წარუდგინეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ საქმეში არსებული ჩვენებების ავტორები აცხადებენ, რომ მათ ჩვენებების ზეწოლის შედეგად მიაცემინეს. მოსამართლე მანუჩერ კაპანაძემ დაცვის მხარის მიერ წაყენებული მასალა არ გაითვალისწინა, რადგან სასამართლო პროცესი აღკვეთი ღონისძიების შესახებ ტარდებოდა. შეგახსენებთ 9 ნოემბერს ბაჩო ახალაიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული არ იქნა ბაჩო ახალაიას ადვოკატის შუამდგომლობა 31 პარლამენტარის თავდებობასთან დაკავშირებით. წინა სასამართლო პროცესი 25 დეკემბრის 15 საათისთვის არის ჩანიშნული. ლევანდელი პროცესი მიგვაჩნია, რომ უსაფუძვლო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება, ხოლო რითი დაასაბუთებს გამოჩნდება, როცა წერილობით გადმოგვცევენ აი დღევანდელ გადაწყვეტილებას. დაცვის მხარე არ გამორიცხავს იმასაც, რომ არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება უკვე პირდაპირ და ღიად ლაპარაკობს პოლიტიკურ ოპონენტებთან ანგარიშწორებაზე, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან, რომ ეს ბრძოლა გაგრძელდეს საერთაშორისო სასამართლოში. გიორგი კალანდაძის დაპატიმრებასთან დაკავშირებით კი პროცესი ჯერ არ დანიშნულა. მთავრმა პროკურატურამ ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის წინააღმდეგ ახალი ეპიზოდი გამოაქვეყნა და სასამართლოს კალანდაძის დაპატიმრების შუამდგომლობით მიმართა. როგორც მთავრმა პროკურორმა არჩილ გველაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სასამართლომ კალანდაძის საკითხი 24 საათიან ვადაში უნდა გადაწყვიტოს. კომიკური არის ბოლო ბრალდება, რომელიც კალანდაძის მიმართ არის, რომ იქ ავარჯიშებდნენ ხალხს ჯარში ავარჯიშებენ ჯარისკაცებს და ეს არის ჩვეულებრივი რამ. რო არ ავარჯიშებდნენ, ეს იქნებოდა, მე მგონია, არანორმალური და არაადეკვატური ქმედება. როგორც ჩანს, გაგრძელდება ადამიანების მოძიება, გაგრძელდება ზეწოლა სხვადასხვა ჯარისკაცებზე იმისათვის, რომ საზოგადოებაში შექმნან აზრი იმის შესახებ, თითქოს ეს ადამიანები კალანდაძე, ბაჩო ახალაია იყვნენ რაღაც ადამიანის უფლებათა მასობრივი შელახვის ორგანიზატორები.